მე მინდა გავაკეთო განცხადება დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით. მე ვარ შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე. ვარ არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის მეთაური. ვარ ეროვნული ფრონტის საინიციატივო ჯგუფის წევრი და ვინაიდან მაქვს პასუხისმგებლობა თმენის ვალდებულება, რომელიც არ გააჩნია დღეს უამრავ სახელმწიფო მოღვაწეს და მოხელეს. მქონდა იმის ვალდებულება შემენარჩუნებია წესრიგი და სიმშვიდე დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით. ამიტომ ვიმოქმედე წესის და კანონის შესაბამისად, რომელიც უზენაესია ჩემთვის, რომელსაც მე მივეცი ფიცი დამეცვა ის. რაც დღეს მოხდა, ეს არის ტიპიური თავხედობა, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაუსწორდნენ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს და რომელიც ამ ხელს უწყებაში ჩაბუდებულ კორუფციას, ნგრევას, რასაც მიყავს სახელმწიფო გარდაცვალებამდე. ეს არის ერთობლივი ღონისძიება, ეს იყო ტიპიური თავდასხმა, ჯგუფური თავდასხმის წესი, ოპერატიული მიდევნების, თვალთვალის და სრული ოპერატიული სახის ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყო მანდილოსანი და დღეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს არ უნდა ამის გამოძიება, ეს იყო გავლენის აგენტებით გაკეთებული ღონისძიება. უახლოეს დღეებში ჩვენ გვქონდა დაგეგმილი საპროტესტო აქცია იზორიას მეუღლეს, სადაც მუშაობს ნავთობ კომპანიის წინ. დღეს უწყებას აქვს მცდელობა, რომ ეს თემა დაიყვანოს ქუჩის დონეზე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და გაატაროს როგორც ხულიგნური გარჩევა. როგორც თავის დროზე სააკაშვილმა გელაშვილს მოუწყო ესეთი ინსპირაცია, დღეს იზორიას აქვს ამის სურვილი. მე ვაცხადებ ამას ოფიციალურად, რომ დღევანდელი მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იყო დანაშაულებრივი, იყო პროვოკაციული და კონკრეტულად მე თქვენ ამას გამოგიტანთ და განახებ. ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორის მიერ გადაესცემოდა სრული ინფორმაცია პირებს, რომელმაც დაგეგმეს და შეასრულეს ეს პროცესი. ეს იყო ჯგუფური წესით გაკეთებული თავდასხმა. ზუსტად ამ წუთში მე ჩემი ხელის მოწერით, ჩემი ნების საფუძველზე გამოწერილი ვარ საავადმყოფოდან, მე იქ შემთავაზეს 48 საათი უნდა გავჩერებულიყავი უწყებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს ამას არ უსვებ, მე არა ვარ მამაკაცი, რომელსაც ესეთი ნაკაწრების და თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფების ეშინია. მე მეშინია სახელმწიფოს მხრიდან ესეთი დამოკიდებულების, რომელიც იწვევს ფსიქოლოგიურ ტერორს და რომელიც არის ანტიკონსტიტუციური საქციელი, რომელშიც ჩართულია ირაკლი სესიაშვილი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნები, ბატონი ხოჯევანიშვილი, რომელიც ჩემთან გარიგებას ცდილობდა, ბატონი ტაბატაძე, რომელიც ჩემთან გარიგებას ცდილობდა, ბატონი გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც არაერთხელ დამემუქრა სიცოცხლის ხელყოფით და მათ შორის საქმე იყო აღძრული და ბევრჯერ დააფარეს ხელი და ვინც ხელი დააფარა დღეს ბატონი სენკოზონ ძაგნიძის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო ბიუროში მუშაობს. ეს არის გულისამრევი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, თუ 24 საათის განმავლობაში ამ საკითხს არ მიეცემა სათანადო შეფასება, მე მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს. მე არ მეშინია ვიყო აქ და ვიბრძოლო, მაგრამ ირაკლი სესიაშვილს მიმართავ, რომ თურმე ყველაფერი მეპატიება გარდა პოლიტიკური განცხადებისა, დღეს მე ვაკეთებ აქედან პოლიტიკურ განცხადებას. აი ამ ცარიელი გმირთა მემორიალიდან ფიზიკურად ცარიელი, რომელსაც თქვენ არ დაუყენეთ, დაცვა ამ გმირთასულებს დაცვა არ ჭირდება, აქედან ვაკეთებ ამას. და ვფიცავ ამათ წინაშე ვფიცავ, რომ მე პირადად არავის ცოლი არ მაინტერესებს, მე არავის ცოლის სახელი არ ვიცი. ადამიანებმა, გავლენის აგენტებმა, რომლებმაც მიზნად დაისახენ ეს ეროვნული საქმე, დღეს არ დაგავიწყდეთ, რომ 9 რიცხვია. 9 აპრილია დღეს, ეს არ არის შემთხვევითი აქტი. ეს ეროვნული ძალების მიმართ გარწყმული ხელია.
მე სპეციალურად შევიკავე თავი, რომ ვიღაცა ლაწირაკს ხელი არ დაუბრუნო. სპეციალურად არავყევი ამ პროვოკაციას და ვიმოქმედი ასე. დღეს ველოდები მე სახელმწიფოს მხრიდან ველოდები რეაქცია. სად არის სახელმწიფო? სად ცხოვრობ ჩვენ? რომელ სახელმწიფოში ვცხოვრობ ჩვენ? სად არის სახელმწიფო? პირადად ვამბობ, მე ვერანაირი ფიზიკური ტკივილი, ვერანაირი დაზიანება, ვერანაირი მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არის მოძალადე დღეს გადაქცეული. და სახელმწიფო უშიშროების სამსახურებში იგეგმება და სრულდება ესეთი სახის პროვოკაციები. პირდაპირ ვამბობ, მე ვიხსნი აბსოლუტურად ყველა მანდატს, ჟურნალისტურ მანდატს, სამოქალაქო მანდატს ვდგები ლუსტრირებული ჩემი საზოგადოების წინაშე. მე ამ ბიჭების სულის წინაშე ვიტყვი, თუ შეცდომა არის, მე შემიძლია ბოდიში მოვიხადო. მე მომაკვდინებელ შეცდომებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ როდესაც ადამიანები მიზან მიმართულად ცდილობენ შენს ოპერატიულ პროვოცირებას, ეს არის განზრახ საქმეში, სისხლის სამართლის საქმეში შენი ჩათრევა და ამაში მთელი სახელმწიფო მონაწილეობს, ხო? მე ამას არავის არ ვაპატიებ. რომელ ფიზიკურ ტკივილზეა ლაპარაკი, როცა აქ დგახარ? როცა შენი სახელმწიფოს იდეისთვის იბრძვი. მე მეტი სხვა არაფერი არ მაინტერესებს. და კიდევ გახარიას მოუწოდებ აქედან, რომ თითქოს მე განცხადება ესეთი გავაკეთო და ისეთი არანაირი განცხადება თანამონაწილე ხარ ამ საქმეს. ჩვეულებრივი თანამონაწილე ხარ. ეს არ არის 120 მუხლი. ეს არ არის მსუბუქი დანაშაული, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. და დღეს მე ჩემი ენერგიის უკანასკნელ ნაწილს ვხარჯავ. მე არა ვარ ის კაცი, რომ ამ დროს ლოგინში წამოვწვე, სადღაც საავადმყოფოში და ეს ყველაფერი ავიტანო. სახეობები, მასხარები და გააკეთოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება. რადონის შეიარაღება არის გასული ღამის შოუს, ამის შოუს, იმის შოუს ვარსკვლავებზე. რა იარაღები არის გადაცემული შეიარაღებული ძალებიდან ამ მასხარა პერსონებზე კანონდარღვევით. ჩემი ბრძოლა და ჩემი ომი არის წმინდა და მე ამის იმჯერა. მე ვიბრძვი სახელმწიფოს სახელით, მე არ ვებრძვი სახელმწიფოს. და კიდევ ერთხელ თელმა ელიტამ და არა მარტო ელიტამ, თელმა საზოგადოებამ იცოდა, რომ გუშინ მე მისული ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ვიყავით აი ამ ჯგუფთან ერთად. ჩვენი მოქალაქეების ბედი გვაწუხებდა, ხო? ყველა შეეძლო იქ მოსვლა და ჩემი ნახვა, მაგრამ მათე გაწყობდათ ეს ოპერატიული პროვოცირება. რადგან საზოგადოების და ჯგუფის წინაშე ესეთი დონის პროვოკაციის მოწყობა არის რთული. და კიდე ბოლოს მოგიწოდეთ და გეუბნები, ჩვენ არავისი არ გვეშინია. დედას გიტირებ საბოლოოდ. იზორია ფეხებით დაგკიდებ, შენ მე არა კაცო, დედას გიტირებ. მე მინდა მივმართო აქედან აი ამ ტაკი მასხარებს, აი ამ ლაჩრებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კურდღლებს და ქათამებს. 7 კაცი ჩუმად რო უსაფრდება ვიღაცას. მე ამ ბიჭების სულის წინაშე ვიწდებ. სანამ შენ ნაძირალა იზორია, სანამ შენ ნაძირალა ჩაჩიბაია, სანამ შენ ნაძირალა ნაცო, კოცო, გახარია და სხვა ნაძირლებო. თქვენ არ ამოყირავდებით ქართული საზოგადოების წინაშე და თქვენ არ დასამარდებით 92 წლიდან მოთხრეულოს შევარდნაძის ხუნტა. ნაძირლებო, მანამდე ჩვენ არ მოვისვენებთ. ვის რა გაგიკვირდათ ის რომ მე ვიღაცა შევაგინე, იმსახურებდნენ, იმიტომ რომ ძმა იყო ჩემი, რომელსაც ასეთი შეურაცხყოფა, ასეთი პროვოკაცია მოუწყვეს, ასეთი არაკაცობა გაუკეთეს და ჩაუსაფრდეთ. თუმცა ჩემს ჩემგან განსხვავებით ცივი გონება ეხო და გააკეთა ის, რაც კანონის წინაშე მოსაქცევი იყო. გინდათ თქვენ, სისხლი გინდათ, ომი გინდათ? მიიღებთ მაგ ყველაფერს, მაგრამ ჯერ გეუბნებით. პირდაპირ გეუბნებით სამართალდაცვამ სისტემებს. დააკავეთ დამნაშავე, რომლებმაც ჯგუფური თავდასხმა განახორციელეს. არ დააკავებთ და გარეთ გამოუშვებთ. აგებს პასუხს მაშინ აი ისე როგორც უნდა აგოს. და ჩვენ ნუ წაგვიყვანთ ამაზე. თქვენ მართლა ლაჩერებო და კურდღლებო, რომელი ვის უკანალში იყავით შემძვრალი ომის დროს ღმერთმა იცის. და ქუჩაში დგახით ძველ ბიჭურად ვითომ, რა ძველ ბიჭური 7 კაცი ყველაზე მეტი ლაჩრული, ზურგში დანა ჩარტყმული, თქვენ შევარდნაძის ნაბიჭურებო, სულ ყველა თქვენ. და გეუბნებით აგერ კიდე ერთხელ უკანასკნელი წვეთია აგერ. ჩვენ რომელიმე წევს თმის ღერი ჩამოუვარდება. პირობას ვდებთ და პოლიცია და კანონი არ იმოქმედებს. მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც უნდა ვიმოქმედოთ. გინდათ მიიღოთ, მაშინ იცოდეთ თქვენი თავი. და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებაც სამშობლოსთვის გავიღეთ ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე. და ამის იქეთ 10 ჯერა ვართ მკვდარი, ვეღარ მოკლავ და ვერ შეგვაშინებ. ვერც გვიყიდებ.
მე კიდე ახლა ვიტყვი. აი აქ არიან ჩემი ნათესავები, აქ წერია ჩემი ნათესავები. აქ ჩემი წინაპრების ძვლებია, რომლებსაც არასდროს ხელის გაღება და ძალის გამოყენება არ შეშლია. მე აი იმ პატარა ლაწირაკს, რომელიც ჩემი ხელის მოქნევაზე შეიძლება წელში გადამტყდარიყო, ხო? მე თავს ვერ ვაკადრებდი იმის უფლებას, რომ ხელი დამებრუნებია და წავყოლილიყავი ესეთ არა სამართლებრივ პროცესში. მე ჩემს უკან დღეს საზოგადოება, ჩემს უკან დგას თადარიგის ოფიცრები, ყოფილი პროკურატურის თანამშრომლები, ყოფილი უშიშროების თანამშრომლები, მთელი ძალოვანი სისტემა დგას, რომელიც მე ერთნაბიჯს არ მაპატიებდა, იმიტომ რომ მე მათ ინტერესებს, მათ უფლებებს ვიცავდა. ჩემი ემოციები, თუნდაც აგერ გეტყვით პირდაპირ რა, მე სრულიად ვიზიარებ იულიუს კეისრის მორალს, როდესაც მან თქვა, რომ კეისარი უნდა იყოს ეჭვებზე მაღლა. დიახ, მე ვდგავარ ეჭვებზე და ემოციებზე მაღლა. ეს ჩემი იარაღია. ეს დღეს ჩემი საზოგადოებრივი იარაღია. თუ ჩვენ ვერ შევდგებით საზოგადოებად, მე ნამდვილად მექნება იმის სურვილი, რომ დაგტოვოთ აქ, დაგტოვოთ და დადგეთ ამ ბარიერის პირისპირ. მე დღეს უამრავ ადამიანს ვიცავ სისტემებში, სხვადასხვა უწყებებში. უამრავი ინფორმაცია შემომდის და მათი ბედი მე ხშირად გადამიწყვეტია არის ის, რაც ტელეეკრანების წინ არ იქნის. და ნამდვილად მე ვერ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ჩემი განეიტრალებით მათი ბედი გავწირო და დავღუპო. ლევან იზორია გადააყენეთ ეგ მკვლელი, ეგ უსინდისო, ეგ მაიმუნი, მის მორალშია ეს ყველაფერი, მის საზოგადოებრივ ცნობიერებაშია. ამ ადამიანობის დროს ესეთი ძალადობა არის მიღებული, ეს არის ფაქტი. დავსიო მეტი არაფერი არა, დააკვირდით თქვენ ადამიანს. იმ ხელა შეგნება არა აქვს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა იგრძნოს თუნდაც გვარდიის სარდლობამ, რომ აი აქ ღამე გაუთიონ ამ მიცვალებულებს. მას არა აქვს ამის შეგრძნება და რომელ სამხელწიფოებრივ აზროვნებაზე უნდა ვილაპარაკო, რომ არ დაინტერესდეს, რომ თითქოს მე არ მომექცეს. ასე გეტყვით აგერ პირდაპირ მე მომეწოდა ინფორმაცია, ზუსტად მე მომეწოდა ინფორმაცია, რომ ლევან იზორიამ მის ეგრეთ წოდებულ გენერლებთან ილაპარაკა, რომ მე ნემსაძეს ჩემი ცოლის შეურაცხყოფას არ შევარჩენ. ბატონო ლევან, ვის რა შეაინტერესებს თქვენი ცოლი, თქვენი ცოლი, რომლის მამაც ტიპიური კორუმპირებულია და გამომძალველია. თქვენი ცოლი, რომელიც თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტზე გიზით, სახელმწიფო უსაფრთხოებას კურირებს ნავთობ კომპანიაში. თქვენ როგორ გგონიათ, ეს ყველაფერი თქვენ ცოლზე მაღლა არ დგას, რომელ ცოლზე მელაპარაკები და რომელ ნათესავებაზე მელაპარაკები. მთელი თავდაცვის სამინისტრო და გენერალური ინსპექცია და სხვადასხვა უწყებები გაანეიტრალეს სახელმწიფოს კლავ. მე არ მინდა ბევრი საუბარი, პირდაპირ ვიტყვი, აგერ მე მოვუწოდებ ყველა იმ პოლიტიკოს, რომელმაც ბევრმა ზურგი ააქცია დღეს ჩემს მონახულებას, უამრავ ადამიანს, რომელიც მობას და მეგობრობას მეფიცებოდა და სინამდვილეში დაიმალა, მაგრამ მადლობა მინდა უთხრა იმ 10,000-ობით ადამიანს, რომელიც მზად იყვნენ ჩემ დაძახილზე მოსულიყვნენ. ბატონი სანდრო გვედგა გვერდში ბედაზე ბოლომდე. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, როგორც და ირაკლი სასიაშვილმა მინდა მომისმინოს ეს ამ თავხედმა ადამიანმა. მე დღეს ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას. თქვენ მე როგორც ოფიცერი ვერ გამანეიტრალეთ, მაგრამ როგორც სახელმწიფო მოხელე თქვენ მე წამართვით იმის საშუალება მე ჯარისკაცებისთვის ამეცნა ეროვნული ცნობიერება რას ნიშნავს, მაგრამ თქვენ ვერ წამართვით დღეს ჩემი სამოქალაქო აქტივის როლი. თქვენ მე ეს როლი ვერ წამართვით და თქვენი მასკარებით ანტისახელმწიფოებრივ როლებს ძალიან ბევრს ირგებთ. რა აზრი ქონდა ამას? ახალაიას აგენტები იყვნენ თუ დღეს თქვენი აგენტები არიან რა. ეს ადამიანები ანგრევენ სახელმწიფოს. მე კიდევ ერთხელ გეკითხები, შეუსინდისო, შეუნამუსო, შემართლა ოჯახის კუჭზე გამავალო ჭყალებში სახელმწიფო ვირთხა შენ. და კობალაძეს ვეუბნები აქედან, ნუ თუ როგორ არ ხვენია კობა რომ მაგნაბიჭ ვარ შენ ესე იტან. მაგ აი გეკითხები, შენ პასუხისგებლობას ვერ გრძნობ ამ ყველაფერზე? შენ როგორ პასუხისგებლობას ამაზე ვერ გრძნობ დღეს რაც აქ ხდება? ნუ თუ შენ ეს როგორ გაძინებს? ნუ თუ როგორ გაძინებს ეს ყველაფერი? კოჰაბიტაცია და ამათი შედეგი. არანაირი კოჰაბიტაცია, ესაა ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გააჩუმო ადამიანი, როგორ უნდა დაატერორო და მე პირდაპირ გეუბნებით, უამრავი ადამიანი დღეს მზად არის იმისთვის გააქტიურდეს და გვერდზე გამოვიდეს და დაგვიდგეს, მაგრამ დღეს ეუბნებიან ამათ, რომ აი თქვენ გაიზიარებთ ამის ბედს, იმიტომ რომ კანონი არ იმუშავებს. მე მოვუწოდებ სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებს, ეს არის ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად 4 დღის წინ 4 დღის წინ ბატონ სანდრო ბრეგაძესთან ერთად ჩვენ ვიყავით ის კატეგორია, ჩვენ გვითვალთვალებდნენ და ეს ოპერატიული ინფორმაცია დავდევით შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ თქვით, რომ ზუსტად ვალერი გელაშვილივით აპირებდნენ ანგარიშ სწორებას ჩემზე.
და რა არანაირი რეაგირება ნუ თუ ეს გახარიას არ ეხება ეს ადამიანი არ მოძრავ ეს ადამიანი არის ტიპიური სისტემის წევრი რომელიც დანაშაულს მფარველობს ეს შედეგიც პროკურატურას რაც შეეხება პროკურატურა არის გამправებელი ამათი ცოდვების მოდი დავასრულოთ ეს ყველაფერი დღეს და ხვალინდელი დღე თქვენ კისერზე იქნება როგორც მათრა არავის არაფერი არ შეგჩებათ რა არავის ჩვენ არ გვეშინია რა გეუბნებით თქვენ ხარჭებს თქვენ საყვარლებს თქვენ ცოლებს მოუარეთ ოჯახში მოუარეთ და ჩვენ დაგვანებეთ თავი და გეუბნებით კიდე ერთხელ მიწიდან ამოგიღებთ ვერაფრით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ თმის ღერი ჩამოუვარდება რომელიმე მოგიწოდეთ პოლიციას დააკავეთ ეს ნაბიჭურები სანამ პირად ჯურისდიებაზე გადავართ ჩვენ თვითონ მიხედეთ კანონით ბოლოს ვიტყვი ერთ რაღაცას ჩემი ბოლო სამსახური იყო შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა მე ამას ხას იმიტომ უსმევ რომ აბსოლუტურად ყველა იარაღს საბჭოთა წარმოების იქნება ეს ამერიკული წარმოების იქნება ეს შეიარაღება სხვა ქვეყნის მე ამ შეიარაღებებს ყველაფერს არასრული და სრული დაშლა აწყობის და რემონტის დონეზე ვიცნობ უამრავ შემთხვევაში მე არასდროს არ მომსვლია თავში მეტარებია კანონსაწინააღმდეგო იარაღი ან ჩაუსაფრდი ამ სამ ნაძირალას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გაუსწორდე მათ თუმცა შემიძლია ბევრზე კარგად ვისვრი და ბევრზე კარგად გამომდის ეგ საქმე მე დღეს თავში ესეთი რაღაცა არ მომდის იმიტომ რომ მე ვფიქრობ სახელმწიფოებრივად მე სხვანაირად აზროვნების უფლება არ მაქვს თუმცა ამათ მე დაახლოებით 3 წუთში გავანეიტრალებდი დამიჯერეთ თუ სახელმწიფომ არ იმუშავა ეგ მუჭი ჩემზე მორწმული კი არა ეს იქნება თქვენზე მორწმული მუჭი და ეს იქნება თქვენზე ნასროლი ტყვია ჩემი სისხლი თუ ოდესმე იქნება ეს იქნება იზორიას სესიაშვილის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის და ჩაჩიბაიას კისერზე მოგესალმებით მე ახლა ცოტათი გვიან შემოვერთდი ჩვენ მეგობრებს მე მინდა ერთი რამ განვაცხადო რატომ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა რომ 4 დღის წინათ ჩვენ მოგვივიდა დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე რომ დათო ნემსაძეს უპირებდნენ გასწორებას ისე როგორც თავის დროზე ვალერი გელაშვილის გაუსწორდა მიხეილ სააკაშვილი თავისი ბანდის მეშვეობით 4 დღის განმავლობაში დათო ნემსაძეს დაყვებოდა სხვადასხვა ავტომობილები რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ და ამის შესახებ ვაცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეხლა ვიღაცა შემეკითხება, ვინც დაგზევდათო, იმას რატო აცნობეთო? აი, მე მინდა მაშინ ყველას შეგეკითხოთ, აბა ვის ვაცნობოთ? არ არსებობს სხვა უწყება, ხო? ვაცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაყვება საეჭვო ავტომობილები შეიარაღებული ადამიანებით, რომლებმაც შეიძლება განახორციელონ თავდასხმა რომელიმე ახალგაზრდაზე. მივიტანეთ ნომრები, მანქანის ფოტოები, რა ვიცი, ყველაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადაადგა იმისათვის რომ დაედგინათ ეს მანქანები და გვითხრეს რომ ეს არის რაღაცა ოპერატიული ნომრები შეიძლება რადგანაც ეს ნომრები მანქანას არ ემთხვევა და ასე შემდეგ. დღეს მე მწვენია, ძალიან მწვენია, იმიტომ რომ მე ეხლა ვდგავარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალთან. და მიწევს საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ბიჭებს ქუჩაში ხვდებიან და ცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. აი, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერი არ არის. იმის მაგივრად რომ ამ ბიჭებს, რომლებიც ცხინვალის შესასვლელთან საქართველოს იცავდნენ, გორში საქართველოს იცავდნენ, აგერ მოდი ერთ სამ შინდისის ბრძოლის მონაწილე. შინდისის ბრძოლის, აი ფილმი რომ უნდა გადაიღონ და ჩვენს მომავალ თაობებს რომ უნდა მოუყვენ გმირობა. აი იქ ცოცხლად გადარჩენილი გმირი რომ აქ არის და გვიწევს საუბარი იმაზე რომ ამ ბიჭებს თავს ესხმიან და ქუჩაში ხან რას ურტყამენ თავში და სიკვდილი და სიცოცხლის მოსმობით ემუქრებიან. ვის გვახედრებენ? სახიობებს გვახედრებენ. ეს არის სამარცხვინო. ძალიან სამარცხვინო არის. ამას დიდი სირცხვილი ამ ბიჭებს თქვენ ხელის გულზე უნდა ატარებდეთ. შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც ბაძავთ. შეხედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ომის ვეტერანებს როგორ ემყრობიან. ხელის გულზე ატარებენ. თუნდაც ავად სახსენებელი საბჭოთა კავშირით გაიხსენეთ თუ როგორ ხელის გულზე ატარებდნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს.
საფრანგეთი შეხედეთ თუ როგორ ეპყრობიან საფრანგეთში ომის ვეტერანებს და შეხედეთ საქართველოს, სადაც ომის ვეტერანებს ხვდებიან და ლაჩხრულად თავში რაღაცას ურტყამენ და თან ეს ყველაფერი ხდება სპეცსამსახურების და ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების დავალებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბიჭებს გააჩნიათ განსხვავებული აზრი და ეხა, როდესაც მინისტრი დგას და სახალხოდ გენერლებთან ამბობს, რომ მე დათო ნემსაძეს ამას არ ვაპატიებ და რაც ვალერი გელაშვილის დაემართა, იმაზე უარესი დაემართებაო და ამის ჩვენებას აძლევს დავით ნემსაძე პოლიციას და პოლიციისგან არაფერი რეაგირება არ არის. მე ვხედავ ერთ რამეს, რომ მაშინ ჩვენ უკვე გვიწევს ჩვენი თავის ჩვენი ხელით დაცვა. აი დღესაც დამირეკეს და მითხეს, რომ თავდასხმა მოსალონელი კლავდათოზე, ერმილეზე, უჩაზე, ჩემზეც თავდასხმა მოსალონელი. აი მე პირდაპირ ეთერში გეუბნებით. სროლას ესენი ვეღარ დაგვასწრებენ და წინასწარ იცოდეს პოლიცია. გვაქვს იარაღის ტარების უფლება, კანონიერი და პირველივე ესეთ შემთხვევაზე ჩვენ აუცილებლად გაუხვრიტავთ შუბს ნებისმიერ თავდამსხმელს და შემდგომში არ იყოს რამეზე საუბარი, ეს იქნება თავდაცვა. იმიტომ რომ ხედრიონის დრო დაბრუნდა და ყველაზე საშინელება აქ ვიღაცემმა დაწერეს, რომ ერმილეო მიუვარდაო ვიღაცასო აგინ. ერთი ესე არ ყოფილა და გინდაც ესე ყოფილიყო, ეს მე მგონია სოციალურ ქსელში არ არის განსაკუთრებით და ერმილე არავის არ მიუვარდნია. ამ ადამიანს გაულახეს და თავს დაესხენ თავის ერთ-ერთ ძმას და იმის მაგივრად რომ რაღაცა სხვა ღონისძიებები გაეტარებათ, ერმილე დაიჭირეს. წარმოიდგინეთ, აი ახლა ერთი დაახლოებით 10 წუთია, რაც პლეხანოვის ეხლანდელი აღმაშენებლის გამზირის პოლიციის შენობიდან გამოვიდა ერმილე, მას ჩამოართვა ჩვენება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე გაძლევთ გარანტიას და წინასწარ გეუბნები. თუ არა და ჩემი სიტყვები იწერება და დაიმახსოვრება. არც ერთი თავდამსხმელი დაკავებული არ იქნება. არც ერთ თავდასხმელს პასუხს არ აგებიებენ. საერთოდ არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ ესენი არიან პორტირებული ნაცები, ესენი არიან სააკაშვილი და ეხლა კიდე არ დაიწყო ჩემთან ნაცნობების და მეგობრების გამოგზავნა, რომ ის დათო გაჩერდეს, ერმილე გაჩერდეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შალვა რამიშვილო, შენ მოგმართავ, შენი პოზიტივის ჟურნალისტი არის ჩართული ამ საქმეში. რომ იცოდე, შენი პოზიტივის ჟურნალისტი არის ჩართული ამ საქმეში, რომელმაც ეგრეთ წოდებული ნავოდკა მიცა, თუ სად იმყოფებოდა დათო ნემსაძე მარტო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან ამ ჟურნალისტს შენი ჩემოკარგო შალვა პასუხს აგებინე, ან არადა ეს ყველაფერი უფრო ღრმად წავა და უფრო ღრმად დასრულდა და ბიზინა ივანიშვილო. თქვენ როდესაც დღეს ინტერვიუს აძლევდით და მთელ საქართველოს ესაუბრებოდით, ბატონო ბიზინა ივანიშვილო ზუსტად იმ დროს შეიარაღებული ძალების ვეტერანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირებს თავს ესხმოდნენ თბილისის შუაგულში და სასტიკად უსწორდებოდნენ ფიზიკურად. მეტი სათქმელი აღარ მაქვს, ეს ქვეყანა აღარ არის, ხედრიონი კი არა, ხედრიონზე უარესი დაბრუნდა. ხედრიონთან რაღაცას მაინც მიუხედავად იმისა, რომ ხედრიონიდან არაერთხელ დაჭერილი ვარ, ხედრიონთან კიდე ვიღაცა რაღაცას ან ნაცნობს იპოვიდა ან რაღაცას ასე შემდეგ ასე შემდეგ. თქვენ ვინახავთ საერთოდ? თქვენ მანქურთებოდა, თქვენ არაკაცებო. თქვენ ხელას, ხო? თქვენ ხელას, ხო? ხაშლამის ნაჭრებს ჭამთ. გამოგაჭამთ მაგ თავებს და იმ ტაკი მასხარებს კიდე, ხო? ტაკი მასხარებს. ეხლა მე მეგეთქვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს აი ეს ღამის შოუ, აი რუსთავი ორძე რომ არის ის ეს, აი ეს ტაკი მასხარები ყავდათ სუფარებზე, აი ესე რომ გაუკეთებდნენ, ცეკვავდნენ ახტიკოტე, იყვნენ ერთ ამბავში და ამის სანაცვლოდ არსებობს ამის დოკუმენტები, სტეჩკინი, გლოკი, ზიგზაუერი და ამ იარაღებს შუქნიდან ზოგიერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროში ყავდათ გაფორმებული, წარმოიდგინეთ. მაშინ როდესაც აი ბატონ ჩაჩიბაიას შინდისის გმირს ბავშვისთვის ფული დაჭირდა და 5 ლარი მიცა გენერალური შტაბის უფროსმა წადი ბავშვს წამალი უყიდეო, ამათ 5000, 6000, 7000 ლარი ჰქონდათ ხელფასი, იცით რის გამო, რის ფულისთვის? აი ესე რომ გაუკეთებდა, ახალაია, ესენი ცეკვავდნენ დავლუს. შემდგომში ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაეპატრონენ, როგორც სარანჩები და მარადიორები, მკვდარი, მოკლული ბადრი პატარკაციშვილის იმედს და იმ იმედზე ოკუპაცია მოახდინეს ამ ნაძერლებმა და დღეს მე ვარ აი ამ ვიყავი სამწუხაროდ, ჩემი სირცხვილი არის ამ თავრობის წევრი და მე მაქვს აი ეს ვირთხები
სუფრებზე ნანახი ეს ტაკი მასხარები მინისტრების და დეპუტატების აი ეს ხელის გაქნევაზე დღეს უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში როგორ ტაკი მასხარაობენ და რეებს აკეთებენ და დღესაც მათი ფარველობის ქვეშ არიან. და ეხლა ერთი რამე გამაგებიეთ ხალხმა. ჩვენ რა ვქნათ ეხლა? ზონდერები თავზე დაგვესხენ, მივიდეთ პოლიციაში დავწეროთ განცხადება, პოლიცია მასხად აგვიგო. ვიღაც მასხარები თავზე დაგვესხენ, ხმა არ ამოვიღოთ, წავიდეთ პოლიციაში განცხადება დავწეროთ, პოლიციამ დაგვცინოს და გითხრას რომ ისა. ვიღაცა ხვალ კიდე თავზე დაგვესხმება, ჩვენ ოჯახის თავზე დაგვესხმება, იგივე გავაკეთოთ. ხო? პირველივე ნაბიჯზე ჩვენგან იქნება ადეკვატური პასუხი. და ეს პასუხი იქნება ძალიან მწარე და ძალიან საშინელი. მაშინ როდესაც მე ვერ მიცავს ჩემი სახელმწიფო კანონმორჩილი მოქალაქეები ვარ, დათონემსაძე მივიდა, მიცა ჩვენება რომ მას დაძებდნენ. ფეხებზე დაიკიდეთ დათონემსაძის ჩვენება. პოლიციელები გვემასხარებოდნენ იქ და რაღაცებს გვეტინგიცე ტაკი მასხარობდნენ იქ რა. მანქანა ვერ ნახე. ხო, მანქანავე ტაკი მასხარობდნენ. და რა ქნას ახლა დათონემსაძემ რომ ესე რამდენი ვიღაცა ბოდიში ამ სიტყვაზე იზორიას არ მინდოდა ეხლა ვერ ვიტყვი იმ სიტყვაზე იზორიას რაღაცა მოუვა და იტყვის რომ მიდი დათონემსაძე ერთი ცემეთ იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს არ მოწონს დათონემსაძე და მიდი ცემეთ მერე ჩემ ბიძაშვილს არ მოწონს ჩემ ამიდაშვილს არ მოწონს მიდი დათონემსაძე იმის მოკრივის მსხალივით ანუ გრუშას რომ ეძახიან აცემინოს ამათ თავი ომი გინდათ ომი გინდათ? ხვალ შეიძლება ჩვენ დაგვიჭირონ იმათ მაგებთან, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა. ომი გინდათ? ომს მიიღებ ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი შეგაწყვეტ. მე მინდა მოგმართოთ, ეხლა მიმართო მინდა სამართალდამცავ ორგანოებს ეს საქმე ბატონო ჩემო, გამოიძიეთ დასაჯელები, დასაჯეთ აუცილებლად უმკაცრესად დასაჯეთ და მინდა მიმართო ჩაჩიბაიას, მინდა მიმართო იზორიას, იქ რომ გიზით ძალად გმირები და რო აბლატავებთ, რომელიც პირველი გარბოდნენ ბრძოლის ველიდან. ის იმათ დაუხვედრეთ ბიჭო ხალხი და იმათ მოთხოვეთ და ისინი გაციეთ ჯარებიდან ისინი გაყარეთ რა გინდათ მეტერნებთან ანდა რამ სახიობებს გვიხვედრებთ რა სახიობებს არც ხვედნი ხალხი მაინც დაგვიხვედრეთ ნორმალური მოწინააღმდეგე მაინც შეგვახვედრეთ სახიობებით აკი მასხარებით აკეთებს საქმეს თქვენ ამისთვის ყველანი დაიჯები და რაც შეეხება შინდის რაც შეეხება ნიკოს იქიდან რომ გარბოდნით ჩინოსნები ის არ შეგცებათ არც ერთს ყველას გარწყევინებ ჩემი ბიჭების სისხლს რომელიც მიგვატოვეთ და გარბოდით და რომ გითხარით დაგირეკეთ მიშველეთ მეთქი ხაშურში ვართო ასე მითხარი და დღეს პენტაგონში განანწესეთ ის გაზი პენტაგონშია ატაშე ზეзвали პარტელიანი რომელსაც ველაპარაკე ალყაში ვარ ძმები და მეხუბად მიშველე მეთქი და თავს უშველეო ხაშურში ვარო გოთვერანმა დედები გეტირებათ რა არტილერიის ჭურვი დაამადლეს კაცს სასიკვდილოდ არტილერიის ჭურვი